კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საერთაშორისო ფორუმი, ყავს უცხოელი სტუმრები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც აღნიშნეთ უშუალოდ ფორუმის დროს, რომ რა თქმა უნდა ასეთი ფორუმი ხას უსვავს ჩვენ მზარდ როლს რეგიონში საინვესტიციო თვალსაზრისით. არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას, დაჩქარებას. ასეთი ფორუმებიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ შესაბამისი საკითხები განვიხილოთ. საქართველოს აქვს მიმზიდველი გარემო შექმნილი საქართველოს ეკონომიკური აქტივობისთვის, ინვესტიციების ჩადებისთვის და მზად ვართ რა თქმა უნდა ღია ვართ ინვესტორებთან პარტნიორობისთვის. განათლების რეფორმაზე კითხავთ ბატონო გუშინ გვიან ღამემდე რიგრიგობით ჯობია გავინაწილოთ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა შეხვედრა ორი უმაღლესი სასწავლებლის რექტორ მასწავლებელთან ხო მიღებულია თუ არა კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვიცით ხო რა მოსაზრებებიც აქვთ ამ უნივერსიტეტში დასაქმებულ ადამიანებს და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ ერთხელ. მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას, დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად, მისგან მოვისმენთ უშუალოდ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა არის რბილად რომ ვთქვათ, ძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერასდროს სათანადო ხარისხის განათლებას ქართულ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანა ამ ყველაფრის თვისებრივად გამოსწორება, არსებითად თვისებრივად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი. მათ შორის თუ ვინმე სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები და მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა ამისათვის გაკეთდება ყველაფერი. სამომხმარებლო ფასებზეც კითხავთ ბატონო გუშინ იყო მეგობრებო ვაცადოთ ერთმანეთს მეფრინველეობის ასოციაციის განცხადება იყო და გავიგეთ რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მცირედით ფასის შემცირების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ხო როგორ გაგრძელდება ზოგადად ეს პროცესი და სხვა პროდუქციასთან მიმართებაში როგორ მიმდინარეობს მუშაობა და თქვენი აზრით ზოგადად შედეგი რა გვექნება ვიცით რომ უახლოეს დღეებში ასევე პარლამენტშიც შესაბამისი კომისია დაიწყებს საქმიანობას. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც. ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც ეს შესაძლებელია და რამდენად ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს, რა თქმა უნდა, პარლამენტის ჩაერთვება საქმეში, შექმნილია როგორც მოგეხსენებათ შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე გაიმართება ამ კომისიის ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საბოლოო ჯამში საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას ამ ღია შეხვედრების საფუძველზე მასთან დაკავშირებით თუ როგორი ვითარება შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი და ამ ყველაფრის საფუძველზე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველამ ერთად უნდა მიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და უნდა ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევას. მეგობრებო თქვენი შეფასებით რა ჩხა პუბლიკას ხო პუბლიკა გასაგებია დიდი კომენტარი არ ჭირდება რაც შეეხება ამ ჯილდოს გადაცემას ეს არის იმის გაგრძელება რაც ვიხილეთ ჩვენ ამაღლობელის შემთხვევაში ხო როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელი შეურაცხყოფისთვის ეს არის ის დაბალი სტანდარტი რომელთაც დღეს მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა რომელშიც საკუთარი თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო რომ მთლიანად დათმეს რეალურად სუვერენიტეტი. ევროსაბჭოს თავს საქართველოს გაუზიარო საკუთარი გამოცდილება უცხოურ გავლენებთან ბრძოლის თვალსაზრისით როგორია თქვენი პოზიცია გვახსოვს ჩვენ მათი კრიტიკა ჩვენ მოხარული ვართ რომ ასეთი ინტერესი აქვს ევროსაბჭოს საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით თქვენ იცით რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ ევროსაბჭოს გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური შეიძლება კრიტიკა მოისმენთ თქვენ დიმკრებოდათ რას უპასუხებთ ადამიანებს
არაფასებენ პარტიაში და უფრო მეტად აფასებენ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულებს. ეს არის დიმიტრი ხუნდაძის განცხადება. თქვენს მმართველობას იწვევს, რა პასუხი გექნებათ თქვენ? მე არ ვიცი, ვინ იგულისხმება თუ კონკრეტულ გარებს დაასახელებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ მასთან საუბრისთვის, განვიხილავთ თითოეულ შემთხვევას. აქამდე არ გქონიათ მასთან დიალოგი? არა, ამ თემაზე არ მისაუბრია. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილთან თუ გქონდა მას რაიმე მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით ან დიალოგი? ზოგადად ჩვენ ხშირად საუბრობდით. გაგედავდა ივანიშვილის ხშირად საუბრობდით ერთმანეთთან მთელი ამ დროის განმავლობაში. კონკრეტულად გარებით უნდა ვიმშელოთ, როდესაც საუბარია ვიღაცის დამსახურების დაფასებაზე და არ დაფასებაზე. ამიტომ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ვიმშელეთ თითოეულ გვართან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. რეიტინგთან დაკავშირებითაც ბიდონეზე დარჩა, როგორ შეაფასებთ რას ნიშნავს ეს? ბიზნესისთვისაც. ნუ საქართველოს აქვს სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და თქვენ იცით, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ქონია არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში. ბატონო ირაკლი, დებატებთან დაკავშირებით კითხავთ, თქვენი ინიციატივა რაც იყო, უკვე მეორე დებატები გაიმართება ჩვენ ახსენ, ხო, მომდევნო ორშაბათს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რას აძლევს ზოგადად ეს პროცესი საზოგადოებას და ასევე რა შეიძლება თქვათ იმ კონკრეტულ გუნდებთან დაკავშირებით, რომლებმაც საჯაროდ უარი განაცხადეს საჯარო დებატებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. თქვენ იცით, რომ საქართველოში ხელოვნურად ქვეყნის გარედან თავს გვახევდნენ სიძულვილს. უნდათ საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების ინიციატივა ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა რომ ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების აზრის მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამ. განათლების რეფორმაზე მინდა რომ აი ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება თუ არა გადახედვა, რადგან მხარეების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მიმდინარეობს დიალოგი. აი რა საკითხზე მიმდინარეობს მაშინ დიალოგი, არსებობს რაიმე მოლოდინი, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზადვართ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალში ზადვართ ბუნებრივია შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება. ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლეს განათლების სისტემაში. ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია გავხადოთ ხელობის საკითხი. რამდენად მისაღები არის, როდესაც ჯერ ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებებს იღებთ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. შემდგომ იგებს ამას იგივე პროფესორები, რომლისგანაც უნდა მოდიოდეს ეს შეთავაზება, რეკომენდაციები, ანუ ამას შემდგომ უნდა დაემორჩილო ხალხი, ანუ მანამდე რატომ არ გქონდათ რაღაც მოლაპარაკება, განხილვები? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. აქ არის უამრავი სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი. დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართული ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდათ რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მან დაგვთ ადამიანებს სუბიექტური ინტერესები, ხო? მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთ-ერთ რამეს. არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ამიტომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება თვითონ ამ ქრონოლოგიას, ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში სუბიექტურმა ინტერესებმა შეიძლება გადაძალოს ობიექტური ინტერესი, გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უმაღლესი განათლების სისტემა. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ერთი რამ.
ყველა ჯერდებოდა იმასთან დაკავშირებით, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დონე იყო დაბალი. ჩვენ ვერ ვაწოდიდით ქართულ ახალგაზრდა სათანადო განათლებას. და უცბად როგორც კი დავანოსეთ ეს რეფორმა, აღმოჩნდა, რომ სხვანაირად ყოფილა საქმე და ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა უმაღლესი განათლების სისტემაში, ხო? იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. როგორც კი გამოაცხადეთ ჩვენი ინიციატივის თაობაზე, გვეზრუნა ფასების შემცირებაზე, გამოვიდა ოპოზიცია და პრაქტიკულად ამტკიცებენ, მაგალითად ერთ-ერთი ტელევიზია ყველაზე აქტიურად ამტკიცებს იმას, რომ თურმე არაფერი არ ყოფილა შესრულილი და ფასები უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. და იგივე ხდება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებითაც. ხო, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი უმაღლესი განათლების ხარისხით ჩვენს ქვეყანაში, მაშინვე გამოვიდნენ ოპონენტები და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს არაფერია შესრულილი ამ ქვეყანაში. ეს არ არის სწორი მიდგომა, ხო, ჩვენ ახალგაზრდებზე უნდა ვიფიქროთ და მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ. ამიტომ ყველამ კიდევ ერთხელ ყველამ ვერძე მე 2 წუთის წინ თქვი, რომ ეს არ არის ჩვენი მისანი. და ახლა ეთქობა არ მისმენდით და მაშინ არ იგიხარ. მაშინ ვერ გჭირდებათ ეს თქვენი საქმეა, ჩემი საქმე არ არის. მე 2 წუთის წინ თქვი, რომ არათუ ოპტიმიზაციაზე და კადრების შემცირებაზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოვფიქრდეთ იმ წიერ რესურსს, რომელიც არის ჩვენთან უმაღლესი განათლების სისტემაში. კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის არაღიარების შესახებ იყო კითხვა, მეგონი, ხო? თუ შეიძლება რა ინიციატივაზე რო ვისაუბროთ, ბატონი რატო და რა შეიძლება არაღიარების თემას, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია კანონმდებლობა უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე და ამ კუთხით მე მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ბატონო ირაკლი, რაზე არის დამოკიდებული ან რა განსაზღვრავს, როდის იქნება კანონით ეს დარეგულირებული? ეს პარლამენტის საქმეა, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და არჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ესეც რომ შეაბრძოლოს. ვაკაც იგივეა, იცით რომ იყო კანონის გვერდის სწავლის შესაძლებლობები და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის სწავლის მექანიზმების განეიტრალებას. ხო, თქვენ იცით რომ მაგალითად იყვნენ კონკრეტული NGO-ები, რომლებსაც არ უნდათ რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში, ხო? ეს არის კანონის გვერდის სწავლის მცდელობა, რა თქმა უნდა, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომელიც არის დაინიცირებული. პრეზიდენტის შეხვედრებთან დაკავშირებით რა გქონდით, მათ შორის შეხვედრების ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, რაც შეეხება საუბარი რატომის? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. კიდევ ერთხელ მინდა გამიმეორე, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ბრძოლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები, ორივე მხარის პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით, რა თქმა უნდა, შემოხვედრა დამბიჯებს ამ მიმართულებით. რეალურად შერწყმაზეა საუბარი, ანუ რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. ბატონო? ხოთა კონკრეტულად რომელი ორგანიზაციის ანუ რეალურად საუბარია ფონდზე, განვითარების ფონდზე, რომელიც შეერწყმება უკვე ერთიან აწარმოებს საქართველოსთან ერთად, არსებითად ეს ორი სუბიექტი იქნება, შეერწყება, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოადგენელი. ეს არ არის კლასიკური ბანკი, ბუნებრივია, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ოპტიმალური მართვისთვის, უფრო ოპტიმალური მართვისთვის, როდესაც არის მსგავსი ტიპის ფუნქციები სხვადასხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებული, უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული.
ანაკლი მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც იქნება საბოლოო შედეგი მოგახსენებთ. ბატონო ირაკი, ანაკლის სპორტის ინვესტორთან ხელშეკრულება რა ეტაპზე ამ დროს? კიდევ ერთხელ უკვე ვთქვი, რომ გრძელდება მოლაპარაკებები, როგორც კი დასრულდება, მაშინვე გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. მადლობა.